კაზავთები შედილი ალაზნის ველზე წამოიხარა დევარბარატო კაზავთები შედილი ალაზნის ველზე წამოიხარა შესაძლოა შემგულიდან ავწევას ობობე 85 წლის გიორგი ზვიადაური სოფელ ვეძათხევში ცხოვრობს. მოხუცის სახლი ნახევრად დანგრეულია. იქ აღარ იცხოვრება. თავად წნელებისგან შეკრა ქოხი ძველ სახლს მიადგა და მე-7 წელია ღამეს იქათევს. აი ჩემი სახლი. აქ ყოფილი შეიძლება გასო. მოხუცი პირველად 1 წლის წინ გადავიღეთ. მას შემდეგ არც მისი საცხოვრებელი შეცვლილა და არც ეკონომიკური მდგომარეობა. მოვიდა შეხედეს აქ როგორ ცხოვრობა, ესე როგორ ცხოვრობა, ესე იქნება, ისე იქნება. მერე? არაფერი. როგორ შეიძლება? ესე ვარ. მეუღლე გასულ წელს გარდაეცვალა. მისმა შვილმაც გვერდით პატარა ქოხი ააშენა. სივიწროვის გამო ერთად ვერ ცხოვრობენ. სოფელი მეწყერსაშის ზონაშია. დევნილთა სამინისტროში განცხადებაც შეიტანა, მაგრამ ალტერნატიული ფართის შეთავაზების სიაში ვერ მოხვდა. როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, გიორგი ზვიადაურმა საკმარისი ქულები ვერ დააგროვა. ვარიანტი არ არის, აქ ვერ გაიძინეთ, ბაბა. ვერ გაიძინეს კაცი. საკონელი პირუტყვი რომ ხადეს გარეთ. იმას რაღაცას მოახცე ყურადღება და მე არ შევწოდი ამ თაროს რომ გარეთ ვარ. ერთი გადადგება, მეორე დადგება მივდივართ. აბრალებე, ხან ერთმანეთს აბრალებე, ხან უკან ბრუნდება და აბარა უნდა გააკეთოს ზარით. ზოგშელა უნდა მოხმარება. როგორც ჩანს, სოფელ ვეძათხევში ბოლო 1 წელია მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. მოსახლეობას იგივე პრობლემები აქვს, რაც შარშან ჰქონდათ და კვლავ დახმარებას ითხოვენ. ჯერჯერობით შეცვლით არაფერი არ შეცვლილა. არა, რატო? ბევრი რამე შეიცვალა. 1 ნაბიჯი წინ, 3 უკან. ელექტროგაყვანილობა, სტოლბები ხაზებზე ხიზია. კატასტროფული მდგომარეობა. შეგვპირდნენ კიდევაც, რომ აგვისტოს დასაწყისში ეს პრობლემა უნდა მორჩენილიყო. აგერ ოქტომბერი დაიწყო და არაფერი არ არის. გაზაფხულის ქარიშხალმა ისე გადახადა ეს არჩენილი სახურავები, მაგრამ თლიან სოფელზე 36 მეტრის შიფერი მოიტანეს. ისაც მივეთით, ვინც ძალიან გაჭირვებულები იყო იმათ. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სოფლამდე მისაზვლელი გზა შეკეთდა, თუმცა წვიმიან ამინჩი დასახლებამდე ორხიდიანი ავტომობილიც ვერ ადის. ვერ იძახებენ სასწრაფო დახმარების მანქანასაც. სუდა გავხდი, ხელით ჩამიყვანეს, აი ხიდთან, ხელით. ესე უყურადღებო სოფელი არცად არ არის. ქალბატონი ნაბისე მარტო ცხოვრობს, მაღალი წნევა აწუხებს და მუდმივად მედიკამენტების მიღებას საჭიროებს. წამლებს ადრე მეზობლებს აბარებდა, ახლა რეცეპტის გამოსაწერად თავად ექიმთან წასვლა უჭირს. ითხოვს სოფელს ექიმი დაენიშნოს, რომელიც თავად მივა ვეძათხევში. გამგეობაში გვიპასუხეს, რომ სოფლის გაჭირვების შესახებ იციან და ეცდებიან პრობლემების გადაჭრას, მაგრამ რაავადებში უცნობია. დამეწყრილი აწყური გასული წლის აპრილში გადავიღეთ. ახლა სურათი ბევრად დამძიმებულია, სახლები უფრო დანგრეული, ნაპრალები გაზრდილი, მოსახლეობა კვლავ დახმარების მოლოდინში. ვეძათხევის მსგავსად აწყურელებმაც მიმართეს დევნილთა სამინისტროს. სწორედ მათ ევალებათ ეკომიგრანტების პრობლემების მოგვარება. 7-დან 1 მარინე თაბაგარის ოჯახი დაკმაყოფილდა. მე მოხვდი ამ ეტაპზე ამ სიაში და ახალ წლისთვის მეუბნებიან, რომ ეს ერთი ოჯახი ვიქნები გადაყვანილი. მოსახლეობა სხვა რეგიონში გადასახლება არ სურს, ამიტომ ახალი მიდგომის შესაბამისად ოჯახზე 20,000 ლარი გამოიყოფა. მოსახლე თავად ეძებს სახლს, უფრო ძვირით უღირს, თანხასაც თავად ამატებს. ძალიან ბევრი სახლებია, მაგრამ რო გაიგე სახლა, რომ ეს 20,000 ლარს ურიცხავენ, 25,000 დოლარები დაადეს სახლებს და სად არის? არ ზღირს. თუ კი მე იმის დამატების საშუალება მაქვს, აქამდე მაგათ მოვაჩერდებოდი 3 წელი, ვიყიდიდი და შევიდოდი. დანარჩენი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები დევნილთა სამინისტროსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ კვლავ ნაქირავებში ცხოვრობენ. თანხას 150 ლარს სახელმწიფო იხდის, თუმცა იქაც გაუსაძლის პირობებს უჩივიან. კვლავ ვესტუმრეთ ლაბაძეებს. ოჯახის უფროსი გარდაიცვალა, მეუღლე ქალბატონი შურა ახალი სახლისთვის ბრძოლას მარტო განაგრძობს. ბინა რატო არ უნდა მოხსენ ამის პატრონს კაცო? არ გვეკუთვნის ბინა ჩვენ. და როცა მოგვიწეს ოჩერედი, მე თუ იქნები ცოცხალი, კი იქნება თუ არა და
ვისაც უნდა იმას მიცეს მე. განაცხადის მიღების შემდეგი ეტაპი სამინისტროში ნოემბერშია. დაზარალებული ოჯახები კვლავ ეცდებიან დახმარების მიღებას. მანამდე კი მხოლოდ ლოდინი დარჩენიათ. ება მამადაშვილი თიანეთში, სოფელ მამადაანში ცხოვრობს. პოსტსკრიპტუმის სიუჟეტის გმირი მაშინ გახდა, როდესაც ერთი ძროხის და 5 ქათმის გამო მას სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. იძროხა იმიტომ ყავშულო რომ მოუყუდე. რაიდა მიკლა. თუ არ ვიყოლი, რაიდა მიკლავე. ახლა ჩასულებს მგლოვიარად დაგხვდა, შვილი გარდაეცვალა, ძროხაც ამიტომ გაყიდა. 900 ლარად გავყიდე. უნდა ხლა შვილი რომ ამიკოდა. მივეცი შვილსაი თალკე რომელიც არის და იმან დამარხა. ხოლე 40 აქთ. ჩვენთან გასული რეპორტაჟის შემდეგ მისთვის მცირე ფულადი დახმარება კერძო პირებს გაუწევიათ. ამით რაღაც პერიოდი თავი გაიტანა. სოციალური დახმარება აღუდგა, პენსიასაც იღებს, თუმცა მხოლოდ წამლებისთვის ყოფნის. აი წყალი ჩამომდის აემეფშა. ზოგან დაწუხ უშვერ ზოგან რაცა. შეშად არ მობადე ისე უშეშოში ვარ. მას იმაზე ავანთემ ხმიდე ისე ვითქო მხელებს ეს. არავინ არ ყავ ორი ბიჭი არის და ისინი ჩემი ზავი თავამწყობები არიან კუზიანები უბედურები და ისინი ჩემი ცხოვრება ჩემი ქონება არაფერი არ მატიანე კანამაკრა რამდენიმე ქათამი დარჩა, რომლებიც შვილის 40-ზე უნდა დაკლას. ლედი ნატრიაშვილმა კი პიეს მობილით ჩასვლა შარშან, სოფელ დინში გთხოვა. სახლი დაენგრა და ფიცრულში შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა. რეპორტაჟის შემდეგ 500 ლარიანი დახმარება მიიღო, ახალი ფიცრული შეკრა. ახლა კი მის ეზოში საძირკველი მზადდება. ერთ თვეში კოტეჯს გაუქმებული პატრიოტთა ბანაკიდან ჩამოუტანენ. რადგან ახლა დაზამთრებამდე მომივა კოტეჯი, არაფერი არ მიჭირს. მე მგონი. ალბათ გახსოვთ თვანში იმ 3 ოჯახის ისტორია, რომლებსაც ახლად გაბმული მართულხლართების გამო სახლების დაშლა მოუწიათ. სამივე ოჯახს სახლი 2008 წელს დაეწვა, მაშინ კოტეჯები აუშენეს და კომპენსაციის სახით 15,000 ლარი მისცეს. გასულ წელს ახალმა ოკუპაციამ ნაკვეთები დააკარგვინა. სახლები დაშალეს, მაშინ დვანი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჩადიოდნენ მთავრობის წევრები და იმართებოდა აქციები. მთავრობის წევრები, მინისტრები, რაც მოდიოდნენ, დაიცა მიყურებდნენ რომ ვანგრენდის სახლში და ნერვიულობდი, შეირ მიყურებდნენ თუ კინოს მიღებდნენ. თუ არაფერ დემეხმარებოდნენ, აი რაზე მოდიოდნენ, აი ვერ წარმომედგენია. მეორე ისა ნაკვეთიც მოყვა კიდევ. მაგრამ ერთი კაპიკი დახმარება არც მიგიღე, არც სამაგერო ნაკვეთი არ მიგიღე. თბილისის განვითარების ფონდმა ოჯახებს ბლოკები და ცემენტი გაუგზავნა. ამ სამშენებლო მასალებით კორაშვილების ოჯახმა კოტეჯს პატარა ოთახი მიაშენა. მოხუც ცოლ-ქმარს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ჰყავთ. შვილიშვილები მინდობით აღზრდაში 2008 წლის შემდეგ მიაბარეს. მათაც დაკარგეს მიწები, რაც შემოსავალს საგრძნობლად დაეტყო. ვაშლი 1205 მანდიოდა ხოლმე და ეხლა ერთი იეშიგზილოს მოგებთ სხაი. საბუთებზე ქალაქში სიარული ჯანმრთელობის პრობლემების გამო უჭირთ, ამიტომ დღემდე არ აქვს დევნილი სტატუსი. დამწვარ და დაშლილ სახლთან ახლოს დაიწყო ახალი კედლების ამოყვანა მერაბ მეკარიშვილმა. ნაჩუქარი ბლოკებით და საკუთარი სახსრებით ეცდება ზამთრამდე გადახუროს. სხვა ოჯახების მსგავსად, ახალი ოკუპაციის შემდეგ ფულადი კომპენსაცია არც მას მიუღია, მაგრამ ომგამოვლილები მშვიდობის მეც არც აღარაფერს ითხოვენ. მშვიდობა იყოს და ვიკმარებთ კაცო. გლეხი ხო იცი, ზოგს რაღაცას მოიყვან, ზოგს რაღაცით გამოვალთ. მშვიდობა იყოს. 5 სხვადასხვა სოფელში ხელმეორედ გადაღებაზე იმიტომ დაგვთანხმდნენ, რომ ტელევიზიის საშუალებით კიდევ ერთხელ მიაწვდინონ ხმა მათ, ვისაც მათი დახმარება შეუძლიათ. არ იციან მომავალში შეიცვლება თუ არა რაიმე მათ ცხოვრებაში, მაგრამ ერთ წელიწადში მათთან სტუმრად ისევ გვეპატიჟებიან. თავი გზად პაპას უსახი.